პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა საქართველო-უკრაინის ბოლოდროინდელ გამწვავებულ ურთიერთობაში ამ და სხვა თემებზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრებთ. გადაცემად დღის თემის დღევანდელი სტუმარი შალვა პაპუაშვილია. მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ნახეთ, რომ უკრაინიდან თქვენი დაბრუნების შემდეგ გარკვეულწილად გაჩნდა პოზიტიური იმპულსები, არა მხოლოდ უკრაინიდან, აქედანაც კეთდებოდა ისეთი პოზიტიური და იმედისმომცემი განცხადებები, რომ თქვათ ეს იყო გარკვეულწილად გარდამტეხი ვიზიტი დაძაბულობის გასარკვევად, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მაგრამ ბოლო დღეებში გარკვეულწილად ისევ გაჩნდა კრიტიკული გზავნილები. ზელენსკის, არახამიას მხრიდან, არესტოვიჩის განცხადებები, რომელსაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ. ანუ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გარკვეულწილად ისევ ჩნდება კითხვის ნიშნები უკრაინიდან და ვერ განმუხტა დაძაბულობა თქვენმა ვიზიტმა? როგორც იყო არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც იყო უთანხმოება. ერთ-ერთი საკითხი იყო ეგრეთ წოდებული კონტრაბანდის საკითხი, თითქოს და საქართველოს მეშვეობით ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა. და სწორედ ეს საკითხი იყო, რომელიც მათ შორის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში და მანამდეც იცით, რომ მე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, რადგან თავმჯდომარესთან და გავარკვევთ იმ კუთხით, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მან მიიღო განმარტებები, რაც მანამდეც საჯაროდ იყო გაცხადებული და მე მას კიდევ ერთხელ აუხსენი, თქვათ იგივე, თქვათ ფრენებისთან დაკავშირებით თითქოს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, რაც ისედაც იყო საჯარო სივრცეში არაერთხელ განმარტებული, მას კიდევ ერთხელ განუმარტეთ და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადამოწვევის გარეშე არ ყოფილიყო საუბარი და ამ კუთხით მათ შორის მაშინაც რაღაც სხვა საკითხებზეც ვკითხა და მე განმარტება მივეცი. აი რა კითხვები გქონდათ მას? აი სწორედ ის რაც ჩვენთან სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, ხან მედიის, ხან პოლიტიკური პარტიების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან ხდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება. თითქოს საქართველოს არის გვერდის ავლის შესაძლებლობას, აძლევს გვერდის ავლის შესაძლებლობას რუსეთს. ყოველდღიურად ვისმენთ ესეთი ისტორიებს და ინფორმაციებს, ხომ, რომელიც არის აბსოლუტურად სიყალბე. მედიის ინფორმაციის გარდა რაიმე სხვა არ ემყარებოდა მათიას მძიმე ბრალდება. აი თვითონ თქვენ რა განმარტებები? არა, იმიტომ ჩვენ გვახსოვს, ეგრეთ წოდებული გვახსოვს უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია იყო თითქოს და ამაზე დაყრდნობით. შემდეგ ჩვენ ნახეთ, რომ ამის შემდეგ ეს ასე ვთქვათ პრეტენზია აღარც კი გამეორებულა საერთოდ და ამ კუთხით შეგვიძლია ჩავთვალოთ, ეს პრეტენზია უკან იქნა წაღებული და ეს ინფორმაციაც არ იყო სწორი, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურის მხრიდან იქნა გავრცელებული. ამიტომ აქ არის ნაწილი, რა თქმა უნდა, რომელიც ასეთ გაუგებრობებს არის და სამწუხაროდ ჩვენ ახლა ვიმყოფებით, უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო არის ჰიბრიდულ ომში. საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი. ამ ჰიბრიდულ ომში ჩართული არიან რამდენიმე რადიკალური პარტია საქართველოში, მათი მედია, რამდენიმე ორგანიზაცია, ჩვენ ყოველდღიურად ფაქტობრივად გვიწევს ბრძოლა, მართალია არა, ასე ვთქვათ, ცხელი ომის პირობებში, მაგრამ საინფორმაციო ომის პირობებში გვიწევს ბრძოლა ამ დეზინფორმაციასაც. ყოველდღიურად ეს არის წლიანი ნიაღვარი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის, რომლის გაბათილებაც გვიწევს. დღესაც იყო რამდენიმე ასეთი ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაც საბოლოოში ყველაფერი შეთანხმდით, რომ ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, ვთქვათ, ისინი აღარ გაკეთებდნენ მსგავს განცხადებებს, მაგრამ რატომ არ ხდებოდა მანამდე ამ ინფორმაციის გადამოწმება თქვენთან? ანუ პირდაპირ კომუნიკაციის პრობლემა იყო? მოდით ეს შეხვედრა, რაც შეეხება ამ ვიზიტის მთავარი მიზანი არ იყო ახლა ეს საკითხი, მთავარი მიზანი იყო ჩვენი სოლიდარობის ჩვენება და ზოგადად იმ თბილი დამოკიდებულების, რომელიც პარლამენტებს შორის არის და მე მგონი ჩვენმა საზოგადოებამაც იხილა თუ რამხელა მოლოდინი ქონდა ჩემს კოლეგას, რადგან თავმჯდომარის ამ ვიზიტის მიმართ, მათ შორის ის რომ ეს იყო ინტერპარტიული და მრავალპარტიული დელეგაცია და განსაკუთრებული სიტყვოთი დახვდა ჩვენი კოლეგა და კოლეგები, სხვა დეპუტატებიც იყვნენ და მქონდა როგორც ასე ვთქვათ საუბარი, ისევე შესაძლებლობა რომ გვენახა ჩვენი თვალით ის ტრაგედია, რომელიც ტრიალებს უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის სიახლე არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი თვალისთვის ნაცნობი არის და ჩვენ 2008-ში გვაქვს ნანახი და 90-იან წლებში გვაქვს ნანახი საქართველოში, როდესაც საქართველოს სამი ომი გადაიტანა, სადაც რუსეთი იყო ჩართული, ასე რომ ჩვენ ამ კუთხით, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის და მათ შორის უკრაინის ხელისუფლებისაც, რა თქმა უნდა, გვესმის განსაკუთრებით თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ამ დროს. ამიტომ მთავარი მიზანი ამ ვიზიტის იყო სოლიდარობა, იცით ეს იყო მეორე დელეგაცია მას შემდეგ რაც სტეფანჩუკმა მოუწოდა მსოფლიოს პარლამენტებს
რომ ჩასული იყვნენ, ჩვენ ვიყავით მეორე დელეგაცია, წინა დღეს იყვნენ ჩეხეთის და პოლონეთის თავმჯდომარეები ერთად, ჩვენ ვიყავით მეორე დელეგაცია, ასე რომ ამ კუთხით ასე ვთქვათ, ეს იყო მთავარი მიზანი. რაც შეეხება დეზინფორმაციას და ასე შემდეგ, ჩვენ ხედავთ, რომ სამწუხაროდ ეს სისტემა ქსელი გარკვეულწილად აწყობილია, რომელიც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მათ შორის უკრაინა, საქართველოდან ერთმანეთს ასე ვთქვათ, ეთამაშება, ერთმანეთს უმაგრებს ზურგს და ამის მოწმობ ყოველდღურად სამწუხაროდ. და გრძელდება თქვათ თქვენთან კომუნიკაცია, რაც დაბრუნდით ხელისუფლებებს შორის, ანუ ხდება იგივე გარკვეული ინფორმაციის გადამოწმება პირდაპირ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ აღარ მოხდეს შემდგომში დამახინჯება ინფორმაციის, როგორც არ ქონია ხა საჭიროება, რომ ჩამოვიდ მას შემდეგ რა თქმა უნდა ქონდა კომუნიკაცია, კონკრეტულად რაიმე ინფორმაციის გადამოწმებაზე, ასე ჯერჯერობით ამის საჭიროება. მაშინ აი რას უნდა მივაწეროთ ისევ მწვავე და კრიტიკის შემცველი განცხადებები. ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ აი როდესაც მას კითხეს ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომ ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების სათანადო ქმედებებზე. ხო, ეს სამწუხაროდ რთულია, ჩვენ იცით, რომ ეს პერიოდი სულ ვერიდებოდით და ვერიდებით. ვიყოთ კრიტიკულები უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან ახლა ამ მომენტში მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, უკრაინის ხალხის ის ტრაგედია, რომელიც უკრაინის ხალხის წინააღმდეგ არის, ახლა დაწარმოებს რუსეთი, აი ეს დასრულდეს. და ეს არის ახლა ამ მომენტში მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე თავს ვიყავით ერთის ხრი. თუმცა მეორე ხრი, რა თქმა უნდა, ჩვენ რეაქცია გვიწევს ამ გარკვეულ საკითხებზე, როდესაც არის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან პირდაპირ მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ აქ გაიხსნას მეორე ფრონტი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ გავატარებთ ასე, ვინაიდან ჩვენ თავიდანვე ამბობდით, ეს არის მთავარი რისკი ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, მოლდოვის, ჩვენ და მოლდოვა ფაქტობრივად ვართ ერთნაირ მდგომარეობაში, ჩვენ ვართ ქვეყნები აი ამ მთლიან სისტემაში, ეხლა რაც არის, ჩვენ ვართ ფაქტობრივად ორი უნიკალური ქვეყანა, რომელიც არ აქვს ნატოს ქოლგა უსაფრთხოების კუთხით, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომელიც სანქციების თუ პოლიტიკური განცხადებების კუთხით არიან ჩართული სოლიდარობის გამოხატვაში უკრაინის მიმართ, ჩვენ ორი ქვეყანა სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინის მიმართ ისე, რომ არ გვაქვს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, ისე, რომ არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის თუ უსაფრთხოების და თანადგომის ქოლგა და ისე, რომ ორივე ქვეყანაში იმყოფება რუსეთის რეგულარული ჯარები ოკუპაციის სახით. და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმალურად სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ და მხარს უჭერთ მას. აქედან გამომდინარე და მიუხედავად და ამ ყველაფერსთან ერთად, ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული რისკები სამხედრო კონფლიქტში ჩართვის კუთხით, განსხვავებით ნატოს წევრი ქვეყნებისგან თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ასეთი მოწოდებების თუ ასეთი იდეების მიმართ ვართ განსაკუთრებით გზნობიარე ეს ერთი, ვინაიდან რთულია ხა რაც არ უნდა მდგომარეობა და ახსნა მოეძებნოს ამას და მე მოვისმინე რომ ზოგიერთ ჩვენი კოლეგა მათ შორის ოპოზიციიდან ცდილობს ახსნას რომ ახლა უკრაინის ხელისუფლება არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში, მათ უნდა გადაარჩინოს საკუთარი მოსახლეობა და ამ კუთხით შეიძლება გასაგები იყოს, არანაირად არის გასაგები, როდესაც ერთი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები უსურვებენ მეორე ქვეყანას ომს. ამაში არაფერი არ არის გასაგები საერთოდ. ეს ერთი და მეორე განცხადებებში ხშირად გვესმის ხოლმე სამწუხაროდ გამიჯვნა ხალხსა საქართველოს მიმართ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის. თითქოს ხალხი არის ერთ მხარეს და საქართველოს და ამ ხალხის ხელისუფლება, ქართული ხალხის ხელისუფლება არის მეორე მხარეს. ეს მეთოდი პროპაგანდისტული მეთოდი გამოიყენება რუსეთის მხრიდან სხვათა. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამ მეთოდს იყენებს სხვა ქვეყნების მიმართ, რომ ის მიჯნავს ერთმანეთისგან ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას არის რუსეთი და რუსეთი სწორედ უკრაინის მიმართ იყენებს ასეთ რიტორიკას ასულად. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ჩვენთვის განსაკუთრებით გასაკვირი არის, როდესაც ასეთი რიტორიკით ხდება მიდგომა საქართველოს ხალხის მიმართ და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. არანაირი სხვაობა და გაყოფა ხალხსა და ხელისუფლებას შორის არ არის. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ხელისუფლებაში ყავს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა თუ პარლამენტი. მაგრამ როგორც ჩვენ ნახეთ იგივე თქვენ სანამ ჯერ კიდევ ვიზიტი სანამ დაიგეგმებოდა თქვით რომ ონლაინ თუ სატელეფონო კომუნიკაციის დროს სტეფანჩუკთან ბევრი საკითხი და გაუგებრობა გაარკვიეთ, ანალოგიური გზავნილი ჰქონდა მასაც, მაგრამ აი არესტოვიჩი ამბობს, რჩება შტაბ-ბიჭება, რომ საქართველო ამარხლებს რუსეთის ქმედებებს და პოზიციებს და ცდილობს თავი მოაწონოს მას. რატომ აქვს მაშინ ასეთი აღქმა უკრაინელ მაღალჩინოსანს? ხშირად კეთდება მინიშნებები, რომ ისინი საქართველოსგან გასხოვებით სხვა ქვეყნებისგან, როგორც ახლო მეგობრისგან და სტრატეგიული პარტნიორისგან, ელოდებიან გაცილებით მეტს.
გააჩნია რა იგულისხმება გაცილებით მეტში. მე ახსენე წეღან ერთი რომ საქართველოს მოლდოვასთან ერთად არის უნიკალური შემთხვევა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. ევროკავშირი ჩვენ ახლა რასაც ხედავთ აქტიურები ამ სოლიდარობის გამოცხადებაში ძირითადად ეს არის ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ ვართ უნიკალური შემთხვევა, რომ ისე რომ არ გვაქვს ეს ქოლგა დაცვის, ვართ სოლიდარულები. პოლიტიკური კუთხით და საქართველოს ამ კუთხით არის განსაკუთრებით აქტიური საერთაშორისო პლატფორმებზე, თანაავტორი, თანამონაწილე და კენჭისყრაში ხმის მიმცემი ყველა მხარდაჭერი განცხადებისა, რაც არის მნიშვნელოვანი და მათ შორის ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით, სისხლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები და თანაინიციატორები, რომ გამოძიება დაწყებულიყო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, მათ შორის საქართველოში ტოლობების მიღების კუთხითაც არის ჩვენი პოზიცია ცალსახა და მათ შორის მოწინავე და მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მკაფიო და არა ორაზროვანი პოზიცია, რომ არ იქნება გვერდის სწავლა. გამოდის, რომ არის ორი საკითხი მაშინ სადაც საქართველოს ვერ მონაწილეობს. ერთი ეს არის სამხედრო დახმარება და გახსოვთ თქვენ რომ ყველაფერი ეს დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რეისის ორგანიზებისთვის და მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაშვების. რაც იქნებოდა პირდაპირ ჩართვა სამხედრო პროფილში და მაშინ იყო ზუსტად მეორე დღეს, რომ მოხდა ელჩის გაწვევა კონსულტაციაზე. ანუ სამხედრო დახმარებას და სამხედრო ჩართულობა საქართველოს რა თქმა უნდა ამაში ვერ ჩაერთვება ერთი და მეორე აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით თუ არსებობს პრეტენზიები, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია თავად ვთქვათ ამ პრეტენზიებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ. და სანქციებზე სტეფანჩუკმა თქვენ შეხვედრაზე როგორც შემდეგ აღმოჩნდა, აი თქვათ კითხათ და იყო თხოვნაც რომ აი ხომ არ შეუერთდება საქართველოს. ის არგუმენტები, რასაც თქვენ ამბობთ, უნებრივია ალბათ გააცაინთ ვადაც რამდენად იყო მისთვის მისაღები და ამოიწურა თუ არა იგივე აი ეს თემა თქვენ როგორი შტაბი რა თქმა უნდა უკრაინა ახლა ცდილობს და წარმატებით ცდილობს რომ მობილიზება გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოების იმისთვის რომ რაც შეიძლება იყოს მაღალი წნეხი რუსეთზე და რაც შეიძლება დიდი საფასური გადაიხადოს რუსეთმა იმ აგრესიისთვის რომელსაც აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ყველა თანამდებობის პირ უკრაინაში ამას უნდა ცდილობდეს რომ რამენაირად ასე ვთქვათ ბევრი ქვეყანა ჩაერთოს ამ საკითხზე. სანქციებთან დაკავშირებითაც ქონდა ჩვენ საუბარი და მათ შორის იყო ფორმულირება სხვა ჩვენს ოპოზიციის წარმომადგენლები როცა იქ იმყოფებოდნენ ზუსტად მოიტანეს ის ციტატა რომ ეს იყო ხომ არ იმსჯელებდა საკაის არ ყავ მოთხოვნა კადე ეს იყო რომ იქნებ და ემჯელა საქართველოს იმისთვის რომ სანქციების დაეწესებინა. მე მას აუხსენი კიდევ ასე ჩვენ მანამ სადამ ეს ომი დაიწყებოდა უკრაინაში ჩვენ უკვე სანქციების ასე ვთქვათ პირობებში ცხოვრობთ წლებია რუსეთთან მიმართებით. ის რომ თავად რუსეთს აქვს ჩვენს მიმართ სანქციები დაწესებული, არის შეზღუდვები საზღვარზე, არის შეზღუდვები ვაჭრობის კუთხითაც დღემდე, არის ფრენები საკუთარი სივრცის ჩაკეტვა, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა. ევროკავშირის წევრ ქვეყნად დაიწყეს ახლა ერთი თვით წინ, ხო 24 თებერვლის შემდეგ. ჩვენთან ეს სივრცე ჩაკეტილია უკვე რამდენიმე წელია. ასე რომ ამ კუთხით საქართველოს არაფერი საყვედური რა თქმა უნდა არ ეთქმის და ჩვენი ახსნაც არის ამ კუთხით მარტივ იმ კუთხით რომ თავარი რა არის ხომ რაც შეეხება სანქციებს. ერთი რომ ის სანქციები რომელიც არის საერთაშორისო სანქციები აქ არის კაფიო პოზიცია რომ საქართველოს არ იქნება ის ადგილი სადაც რუსეთი შეძლებს რომ ამ სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის ყველაზე მტკივნეული სანქციები ხო რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება უწესებს. რაც შეეხება დამატებით ორმხრივ სანქციებს აქ ყველა თან ხდება მათ შორის უკრაინას დარწმუნებული ვარ ამ კუთხით გაიზიარებს ამ მოსაზრებას და ოპოზიციას გვეთანხმება იმ კუთხით რომ საქართველოს არ შეუძლია რაიმე ისეთ სანქციის დაწესება რუსეთისთვის რომელიც რუსეთს უფრო მეტად დააზიანებს ვიდრე საქართველოს. აქედან გამომდინარე ამას აზრი და ეფექტი არ აქვს გარდა იმისა რომ ეს გამოიწვევს ესკალაციას და ესკალაცია საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ისევ შეერაღებულ კონფლიქტს. თუ გარკვეულწილად ამოიწურა მაინც და ეს საკითხები და თქვათ რაღაცნაირად პოზიტიურად წავიდა ნორმალიზებისკენ ურთიერთობა მაშინ ისევ პირველ კითხვას დაუბრუნდები რატომ გრძელდება ისევ ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან მაინც პირდაპირ თუ ირიბი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ რა ახსნას უძებნით ისევ ნაციონალური მოძრაობის გავლენებს ხედავთ? როგორ გითხათ ახლა ხო არის საკითხი რომელიც ხელის გულზე დევს. ხელის გულზე დევს იგივე ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი რომელიც გვახსოვს ყველას ეს სურათი თვალწინ გვიდგას თავისუფლება მიშა მაისურით როგორ იდგა და ასე ვთქვათ ითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას. ხომ ეს ხოვით და თავად ამბობს არახამიას გულის ყოველ შემთხვევაში თავად ამბობს რომ ის არის ასე ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან
დაფრთიანებული თუ წამოწეული პოლიტიკაში. ეს რა თქმა უნდა ეს კავშირები არსებობს, ამ კავშირებს ხედავთ, ეს კავშირები დადასტურდა კიდევაც ამის წინ იყო და დაადასტურა თავად გია ბარამიძემაც ის ასე ვთქვათ მესიჯი რომელიც გაგზავნილი ქონდა თავისი თანაპარტიელების მიმართ და ნახეთ ჩვენ ის როგორი უშუალო სიტყვებით მოიხსენიებს მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლებს და ჩანს იქ თუ როგორი კონტაქტები და კავშირები არსებობს. სამწუხაროდ აი ეს გავლენები რა თქმა უნდა ალბათ მუშაობს. იქ ნაციონალური მოძრაობა თქვენს დელეგაციაში არ იყო, მაგრამ პარალელურად მართავდნენ შეხვედრებს. ჩვენ შემდეგ ვნახეთ ფოტოებიც, რომ შეხვდნენ არა მხოლოდ თქვენს უკრაინელ კოლეგას, არამედ სწორედ დავით არახამიას, მმართველი ფრაქციის თავმჯდომარეს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც. თქვენგან თუ იყო მცდელობა, რომ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვედროდით? არა, ეს იყო კიდევ ერთხელ ფორმატი, რომელიც სტეპანჩუკის, სადაც თავმჯდომარის მოწვევით იყო და სწორედ თავარი იდეა იყო ამ ვიზიტის ის, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოგვიხატა მრავალპარტიულ ფორმატში მათ შორის და თანადგომა ეს იყო ემოციური, ადამიანური ვიზიტი, ზედმეტი ოფიციალური ნაწილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი მქონდა, რომ მას ცალკეც გავსაუბრებოდი და ასევე დელეგაციების შეხვედრაც ჰქონდა. ამიტომ რაიმე მით უმეტეს, რომ მათ შორის ესეთი ვიზიტებით საკვირდებით, რომ ერთდღიანი ვიზიტებია უსაფრთხოების ზონებიდან გამომდინარე კიევში დელეგაციები არ ჩერდებიან ხოლმე. აქედან გამომდინარე არანაირი ასეთი გეგმები არც ყოფილა. და საინტერესო არის ასევე, რომ აი ხშირად ახსენებს მართველი გუნდი, რომ ინფორმაციის დამახინჯებას ჰქონდა ადგილი. აი ახლა რა იდგმება, აკეთდება იმის პრევენციისთვის, რომ ჰქონდეთ პირდაპირ კომუნიკაცია და თქვათ მესამე მხარის ჩართულობა გამოირიცხოს მათი გავლენები, რაზეც ხშირად ასევე მიუთითებთ. ხო, მოკლედ არის ნაწილი, რომელიც არის სწორედ ინფორმაციის დამახინჯებულად არა მხოლოდ უკრაინაში, ზოგადად ასე ვთქვათ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ქვეყანაშიც შევით, ამ ეს დეზინფორმაციული ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული მანქანა მოქმედებს უპირველეს ყოვლისა ქვეყნის შიგნით და ყოველდღიურად არის ნიაღვარი ტყუილის, ცილისწამების და დეზინფორმაციის და ამ კრიზისულ ამ პერიოდში განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია. შემდეგ ამისი გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმისთვის, რომ შეიქმნას უარყოფითი განწყობა საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ. და საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ხედავთ აი ამ პროცესში როგორ არის წაშლილი ზღვარი პარტიას, რადიკალურ პარტიებს, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, გარკვეულ მედია ორგანიზაციებს და გარკვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ათქვეფილია უკვე ერთმანეთში, ვეღარ გაერკვევი, რომელი მედია არის პარტია, პარტია არის მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია არის პარტია თუ ვინ არის. იმდენად ასე ვთქვათ, შეხმატკილებული და ორკესტრირებული არის ეს დეზინფორმაციული კამპანია და ხდება ასე ვთქვათ, მხარის აბმა და ასე ვთქვათ, გარკვეული როლების გადანაწილება, ვინ წამოწევს თემას, ვის გავსებს შემდეგ ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ასე შემდეგ, რომ ეს არის ორკესტრირებული ჰიბრიდული ომი საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ ერთი საკითხი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ორგანიზაციები, რომელიც სპეციალიზირდებიან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. არის პროექტები, რომელიც წლებია ხორციელდება და ასე ვთქვათ, მათი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენ ახლა ვხედავთ, რამდენად ჩუმად არიან ეს ორგანიზაციები, როდესაც დეზინფორმაცია აი ასეთ კრიზისულ მომენტებში არის საქართველოს წინააღმდეგ. სხვათა შორის ეს მე მაგონებს 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში. ეს არის აბსოლუტური დეჟავუ. მაშინაც გახსოვთ თქვენ პარალელურ დათვასთან დაკავშირებით ჩვენი სასოწარკვეთილი ცდილობა რომ აგვეხსნა ასე ვთქვათ საზოგადოებისთვის მათ შორის არასამთავრობო სექტორში და რამდენად როგორ გაჩუმდა მაშინ ყველა თითქმის არასამთავრობო სექტორში ის ორგანიზაციები, რომლებიც პირველს უნდა მიექციათ ამისთვის ყურადღება და გადაემოწმებინათ ისფედის სამართლიანი არჩევნების მაშინდელი არასწორი პარალელური დათვლა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც მთელი ეს აყალმაყალი გამოიწვია 2020 წელს, ყველა გაჩუმდა, ყველა თვალები დახუჭა, ყურები დაიყრუა და ხმა არ მოიღო ამასთან დაკავშირებით. ზუსტად ახლა იგივე ხდება სამწუხაროდ. თუმცა თქვენი ვიზიტი მაინც ოპონენტების მხრიდან შეფასდა როგორც გარკვეულწილად ზეწოლის, საზოგადოების ზეწოლის, იგივე ოპოზიციის ზეწოლის შედეგად იძულებით გადადგმულ ნაბიჯად და სხვათა შორის საფუძველი ამის გარკვეულწილად მათ მისცა თქვენმა განცხადებამაც, რომელიც უძღვოდა სტეფანჩუკის ვთქვათ მიწვევას და თქვენი იყო რომ აი ვთქვათ სამი კონკრეტული საკითხის მათ შორის დიპლომატიური დემარშიც იყო ნახსენები, რომ არასათანადოდ
მიიჩნიეთ აი ასეთი ტიპის მიწვევა. მაინც ომში მყოფი ქვეყნის მხრიდან, როდესაც ასეთი მოწვევა არის, რამდენად მიზანშეწონილი იყო, რომ აი ასეთი პასუხი გაგეცათ და თქვა გარკვეულწილად უარი გეთქვათ და შემდეგ იმ ერთ კვირაში შემდეგ რა მოხდა? მნიშვნელოვანი იყო სხვა შორის და ესეც ნაწილი არის იმის, რომ ქვეყნები და მათ უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელი დამოკიდებულებაში და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა რთულია, როდესაც ისმენ ბრალდებებს თითქოს ხდება რაღაც არაკეთილსინდისელი გარიგება ამ ფონზე იმისთვის რომ საქართველოს გარკვეული რაღაც მოგება ნახოს და თითქოს ზურგს უკან მიდის მოლაპარაკებები რუსეთთან და ასე შემდეგ, როდესაც ხდება დიპლომატიური დემარში საქართველოს მიმართ, რომელიც გვერდში უდგას ყველაფერში უკრაინას და ერთადერთი რაც ჩვენ ვამბობთ, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ ეს და არ ვაკეთებთ ეს გახავთ რომ არ გვინდა რომ საქართველოს და ეს უნდა გამოვიწყოთ რომ საქართველოს რამენაირად ჩაწეული იქნეს სამხედრო კონფლიქტში და სხვა მხრივ საქართველოს უდგას გვერდში უკრაინას და ამისგან მიუხედავად რომ ხდება დიპლომატიური დემარში, ხდება განცხადებები რომ თითქოს ხალხი სხვაგან არის, ხელისუფლება სხვაგან არის. რა თქმა უნდა ამ საკითხებს ჭირდება გარკვევა და ეს ხომ არ არის მხოლოდ შეფასება ან დამოკიდებულება თქვათ მთავრობის თუ პარლამენტის მიმართ, ხო? როდესაც ასეთი განცხადება არის ხალხის მიმართ, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს დიპლომატიურ დემარშს უკრაინის მხრიდან, ქართველი ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს იმ შეფასებას, რომ მისი არჩეული ხელისუფლება სხვაგან არის და ის ხალხი სხვაგან არის და ამ შეფასებას გარდა ამ შეცვალა თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ ერთ კვირაში აბსოლუტურად სხვა რეალობა დადგა. შეიცვალა ის, რომ ჩვენ მქონდა კომუნიკაცია, პირადად მე მას არ ვიცნობდი და ჩვენ მქონდა ამის შემდეგ კომუნიკაცია მანავს ამ გამგზავრებოდით, მქონდა კომუნიკაცია და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ერთი რაც შეეხებოდა თქვათ სხვადასხვა ბრალდებებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ასე ვთქვათ დეზინფორმაციას აყოლა არ უნდა ავყოლოდით და ყველაფრის გადამოწმება შეიძლება და ერთი რაც შეეხება ელჩის საკითხს. ამაზე შევთანხმდით ეს პარლამენტის საკითხები არ გახლავთ და ამასთან დაკავშირებით მთავრობებმა უნდა იმუშაონ, ამიტომ ამ საკითხს ასე ვთქვათ პარლამენტის დონეზე ჩვენ ვერ გადავწყვეტით, აქედან გამომდინარე კიდევაც საუბრობდით, რომ ამოწურული იყო ის საკითხები ჩვენს დონეზე რაც შეეხება და საპარლამენტო ურთიერთობას და პარლამენტის თავმჯდომარების ურთიერთობას, ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ შორის ვინაიდან ბატონ სტეპანჩუკსაც ჰქონდა განცხადებები გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, თქვათ რძის პროდუქტების ვაჭრობის ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ ამ კუთხით შევთანხმებულიყავით, რომ თუ კი რაიმე ინფორმაცია იქნებოდა, რომელიც მას შეეძლოს გამოიწვევდა, ერთმანეთთან გადაგვემოწმებია. მაგრამ აქ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო დღეებში რიტორიკა კიევიდან, ეს უკავშირდება გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომლის ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი და დავით არახამიამ უკრაინის მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე მოითხოვა პერსონალური სანქციები მმართველი პარტიის ყოველი თავმჯდომარის მიმართ. გულისხმობ აუდიო ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილსა და რუს ბიზნესმენს შორის. თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აი ამ თემის შეფასება მაინტერესებს თქვენგან, არ გაგიჩნდათ შეკითხვები ამ ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით და ასევე დღეს ოპოზიცია მოითხოვა ნაწილმა ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსვლა. რამდენად დაეგანიხილება ეს მოთხოვნა? უპირველეს ყოვლისა თვითონ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობასთან მე პირადად კითხვები მაქვს და თქვი კიდევაც და მიუხედავად იმისა, რომ მედიაში საუბრობენ თითქოს ეს სატელეფონო საუბარი დაადასტურა ერთ-ერთმა მხარემ, მას სინამდვილეში არ დაუდასტურებია, მე რამდენადაც მოვისმინე, მან ერთ-ერთი თქვა, რომ იქ თქვათ იმ საუბარში ერთ-ერთი ფიგურანტი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა იმ ჩანაწერის ავთენტიკურობა არავის არ დაუდასტურებია. ერთი და მეორე საკითხი რაც შეეხება ზოგადად აი ამ კამპანიებს, ხომ ახლა მათ შორის ამ ჩანაწერიდანაც არ მგონია რომ ბევრმა რაიმე შინაარსი გამოიტანა განსაკუთრებული და ხედავთ რომ საზოგადოებასაც რეაქცია ამაზე დიდად არ აქვს. იქიდან გამომდინარე რომ ხდება შეფუთვა რაღაც საკითხების, ანუ მათ შორის ასეთი ჩანაწერების ასე ვთქვათ საზოგადოებისთვის შეთავაზებით, სიტუაციის შექმნა თითქოს რაღაცა სკანდალთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში თუ დაუკვირდებით, ერთი რომ გაურკვეველია რა ჩანაწერი არის, საიდან არის ეს, რამდენად ავთენტიკურია, ერთი და მეორე შინაარსსაც თუ დაუკვირდებით, იქაც
აქაც კითხვები წარმოიშვება, რა არის ამ შინაარსში განსაკუთრებული სკანდალური. ასე რომ ეს არის ასე ვთქვათ გარკვეული აჟიტირება მდგომარეობის, ოდესაც უნდა შეიქმნას გარკვეული ემოციური რაღაც აღდგენება საზოგადოებაში, თითქოს რაღაცა სკანდალური ხდება და ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის და მათ შორის ჩანაწერებთან დაკავშირებით რამდენჯერ მოხდა ასეთი რამ, გამოიწვევენ და რამდენიმე დღიან ასე ვთქვათ მღელვარებას, ბოლოს ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და ყველაფერი ცხადდება საერთაშორისო. რაც შეეხება ინტერპელაციას, დიახ, ინტერპელაციის საკითხი, თუმცა ეს ჩანაწერის საკითხი არ არის, ზოგადად სანქციებთან დაკავშირებით არის. არა, რა საკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ თქვა საქართველოს არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის. ინტერპელაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც აქვს პარლამენტს, ფრაქციებს და დეპუტატების ჯგუფს და მოგმართეს და თავისთავად ეს ინსტრუმენტი შეუძლიათ გამოიყენონ და პრემიერმა განაცხადა კიდევაც, რომ ის რა თქმა უნდა ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებს. თქვენ თქვით, რომ სტეფანჩუკს შეხვდით, ვთქვათ, პირისპირ ფორმატშიც იყო შემდეგ გაფართოებული შეხვედრაც და საინტერესო არის მიხეილ სააკაშვილზე თუ ისაუბრეთ და მას ჰქონდა თუ არა შეკითხვები თქვენთან. არა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და საერთოდ ახლა რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ხედავთ, რომ ეს გარკვეულწილად ასე ვთქვათ, მათ შორის კავშირშიც არის ეს დეзинფორმაციული კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში არის და აი ეს დღეებიც ვხედავთ მის გარშემო მიმდინარე, ასე ვთქვათ, მოვლენებს. მათ შორის აქაც ნახეთ დღეს განცხადებები იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, საჭირო არის მისი გადაყვანა და ასე შემდეგ. აქაც მარტივად არის საერთო ჯამში საქმე. მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირველივე დღიდან არის ცდილობა, რომ მოხდეს ისე, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი დააღწიოს მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებს, რომ დავფიქრდეთ, რაზეა საუბარი. მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული, სხვებზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა. ერთი, მან საქართველოს პარლამენტის წევრი სცემა დაორგანიზა. ადამიანის თითქმის გადაყვა ამ სცემას გვახსოვს ჩვენ ვალერი გელაშვილის სახე, ხომ, დასიებული სახე, ადამიანი თითქმის სიკვდილამდე იქნა ნაცემი. და მეორე, სანდრო გირგულიანის მკვლელებს ხელი დააფარა და სტრასბურგის სასამართლომ თქვა და პირდაპირ მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელი დააფარა სანდრო გირგულიანის მკვლელებს. აი ამ ორ დანაშაულზე ჯერჯერობით მას აქვს მისჯილი, თუ არ ვცდები, 6 წელი არის საერთო ჯამში. აი ეს ადამიანი ხა ზის ციხეში და პირველივე დღიდან, როდესაც ის აღმოჩნდა ციხეში, არის ცდილობა სხვადასხვა გზებით, რომ მოხდეს დახსნა იმისთვის, რომ მან თავი აარიდოს სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. აი ამ აბსურდის შეფურთვა ხდება სხვადასხვანაირად, ჩვენ გვახსოვს შიმშილობის პერიოდი, მაშინაც განცხადებები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეხლაც რა მოვისმინეთ ჩვენ საბოლოო ჯამში? ორი რამ მოვისმინეთ გუშინ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მიხეილ სააკაშვილზე აუცილებლად კითხავთ მაინც მაშინ უკრაინის ბოლო ორ კითხვით ამოვწუროთ თემა. საინტერესო ელჩთან დაკავშირებით რაიმე სიახლეს თქვა თუ შეგიძლიათ, როგორი არის მოლოდინი დააბრუნებს უკრაინა მალე საქართველოში ელჩს ან თქვენი ვიზიტის დროს ხომ არ ჩვენი პოზიცია არის, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ დიპლომატიური დემარშისთვის და პირიქით ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი, როდესაც ქვეყანას, რომელიც ამხელა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, განსაკუთრებულ სოლიდარობას იმ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არის, ეს არის განსაკუთრებული სოლიდარობა. კიდევ ერთხელ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ევროკავშირის ეკონომიკური დახმარების ქოლგა, ქვეყანა, რომელიც არის სამხედრო კონფლიქტის მყისიერი საფრთხის წინაშე, ვინაიდან დღესაც ამ სტუდიიდან რამდენიმე 10 კილომეტრში რუსეთის ჯარების ასე ვთქვათ, ჯარები იმყოფება უკანონო და ოკუპაციის რეჟიმში, აი ამ პირობებში საქართველოს მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს ქვეყანას და ამ შემთხვევაში დემარშის გამოცხადება, რა თქმა უნდა, მეგობრული ნაბიჯი არ არის. მე იმედი მაქვს, რომ ამას გააცნობიერებს უკრაინის ხელისუფლება და შესაბამის ნაბიჯს გადადგავს და დანიშნავს ელჩს საქართველოში. ერთი არის მთავრობის პოზიციონირება, მთავრობის ოფიციალური პოზიცია და განცხადებები და მეორე არის საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს მიდგომა და დამოკიდებულება უკრაინის საკითხზე. პარლამენტის თავმჯდომარე ხართ თქვენ და ზუსტად ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, აი როგორ გესახებათ ამ გაზრდილი რეგიონული გამოწვევების, გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს პარლამენტის პოზიცია
პოზიციონირება უკრაინის მხარდასაჭერად, რატომ გეკითხებით, იყო ორი ინიცირება, თქვა რეზოლუციებთან დაკავშირებით, ერთი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მეორე ლელოს მხრიდან, ერთი ეხებოდა თქვა რუსეთის დანაშაულების სამხედრო დანაშაულებად შეფასებას და მეორე გენოციდის შეფასება რომ ყოფილიყო და გარკვეულწილად საქართველოს თავისი გამოცდილება გაეზიარებინა ჰააგის სასამართლოში მიღებული გამოცდილება უკრაინისთვის. რაში ვლინდება გარდა უკრაინაში ვიზიტისა და პოლიტიკური განცხადებებისა, როგორ გესახებათ საქართველოს პარლამენტის საგარეო პოზიციონირება? საქართველოს პარლამენტი იყო თუ არ ვცდები მეორე ან მესამე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რომელსაც ხარი არ დაუჭირა სხვა შორის ოპოზიციის ნაწილმა. რადიკალურ ოპოზიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას და მისი ასე ვთქვათ გარშემო ყოფ პარტიებს, ლელოს და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს კიდევ ერთხელ იყო მეორე ქვეყანა, რომელმაც და პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ხედავთ ვთქვათ კოლეგებს, რომლებიც ხან ერთ რეზოლუციას აინიციირებენ, ხან მეორეს, ხან სხვა ინიციატივებს, ეს ყველაფერი საერთო ჯამში იწვევს ეჭვს ფარისეულობისა, ვინაიდან მათ ხარი არ დაუჭირეს იმ რეზოლუციას, რომელიც სწორედ უკრაინას ეხებოდა და რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა მიღებული. სხვათა შორის ასეთივე სიტუაცია იყო 2014 წელს. ჰქონდათ არგუმენტი, რომ რუსეთი არ იყო ნახსენები და ასეთივე არგუმენტები ჰქონდათ 2014 წელს, როდესაც რეზოლუცია მიიღო მხარდამჭერი პარლამენტმა, მაშინ უკრაინის მხარდამჭერმა ხარი არ დაუჭირა მაშინაც ოპოზიცია და დღეს ნანოვა, დღეს ამობენ, რომ ის კარგი რეზოლუცია იყო. ამიტომ ეს რა თქმა უნდა გამოკიდებები, ისე ეს ზუსტად ისეთივე სიტუაცია, როგორც იყო ვიზიტთან დაკავშირებით, რომ თითქოს და პრობლემა იყო იმაში, რომ ყველა უნდა ყოფილიყო ოპოზიციიდან, როდესაც შევთავაზე, რომ კი ბატონო, წამოდით ყველა ნაციონალურ მოძრაობამ ნახეთ როგორც მოიქცა და ამით აჩვენა, რომ თავარი მიზანი იყო ჩაშლა ამ ვიზიტისა, ზუსტად ასეთივე მდგომარეობა იყო რეზოლუციასთან დაკავშირებით, გამოკიდება თითქოს რაღაც ტერმინი თუ სიტყვა არის პრობლემა, სინამდვილეში პრობლემა არის ის, რომ მათ არ სურთ, რომ იყვნენ ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებისა და ეს რადიკალიზაცია არის მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. სხვათა შორის პროვოკაციაზეც გავრცელდა ინფორმაცია, სანამ წახვიდოდით კიევში და სუსმა დაიწყო კიდეც გამოძება. რამე გაგრძელება მოჰყვა, იმიტომ რომ მას შემდეგ არაფერი აღარ მოგვისმენია, იგივე საგამოძიებო უწყებიდან რა ეტაპზეა ძიება და რას ემყარებოდა, რა პროვოკაციას ელოდებოდა ქართული ოცნება თქვენი უკრაინაში ვიზიტის დროს. ვერ გეტყვით, ანუ ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა ჩვენ მოგვაწოდა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა და მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებსაც მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია, რომ არსებობდა გარკვეული მონაცემები თუ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით. სხვა შორის ეს ღიათაც კი იყო ზოგიერთი ასეთი რადიკალური ჯგუფიდან გაცხადებული, რომ დელეგაცია არ ჩაუშვათ უკრაინაში, ან რომ ჩამოვლენ რაღაც ესე ვთქვათ მოუწყოთ. საბედნიეროდ ყველამ კარგად იმუშავა, როგორც ჩანს და ყველანაირ პროვოკაცია იყოს შესაძლო საფრთხეზე იყო. ზოგადად სხვადასხვა სახის პროვოკაციები, რომელიც ახლა რა ფორმით იქნებოდა ახლა ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ ნახეთ შემდეგ პარალელური დელეგაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ნახეთ ის რომ გამიზნული იყო ის ეგრეთ წოდებული პარალელური ვიზიტიც იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაიკრინებინათ ეს. მანამდე დაიგეგმა გაცილებით ადრეო, ასეთი იყო მათი განმარტება. ან წინა დღეს, წასვლის წინა დღეს ნაციონალური მოძრაობა ისე იქცეოდა, რომ ამ დელეგაციის ნაწილი უნდა და ყოფილიყო ჩვენი დელეგაციის და ამ ითხოვდა, რომ ყველა ყოფილიყო წარმოდგენილი და როგორც კი დავთანხმდით, მეორე დღეს უარი თქვეს და გადავინდესოთ, აი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდით და სახალხო დამცველს აქვს ახალი მოწოდება და რეკომენდაცია ხელისუფლებასთან, მას შემდეგ რაც დასკვნა გამოაქვეყნა ექიმების კონსილიუმმა მასთან სამთვენი პაუზის შემდეგ შეხვედრის დასრულების შემდეგ არის გარკვეულწილად ისინი საუბრობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული, რომ აქ ის არ იღებს ცილოვან საკვებს და რომ ეს იწვევს დამატებით პრობლემებს და ჯანმრთელობის გაუარესებას და რომ ის ექიმებიც ამბობენ, რომ სასჯელო ახსნილების დაწესებულების ტერიტორიაზე მათ ნაკლებად ესახებათ, ანუ არ წარმოუდგენიათ ეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გავლა. ხელისუფლება აი ამ დილემის მოგვარება ხელისუფლებას როგორ ესახება სახელმწიფოს რეკომენდაცია, რომ ან მოხდეს სასჯელის გადავადება და თქვა საზღვარგარეთ სამკურნალო წასვლა ან რაიმე ფორმა გამოიძებნოს. უბრალოდ სკოლისა დაუბრუნდეთ ის იმ თემას, ხო? მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დადასტურებულად ორი დანაშაული. ადამიანი თუ ჩადის დანაშაულს, მან ამ დანაშაულისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის ნორმა, ეს არის წესი, ეს არის ადამიანური წესი, ეს არის კანონიერი წესი. დანაშაული ჩადება ძიმე დანაშაულები ადამიანის ცემას და ყველობისთვის შემსრულებლების ხელის დაფარებას ეხება, ძიმე დანაშაულები და ამისთვის უნდა მოიხადოს სასჯელი.
ერთი. მეორე, ჩვენ დღეს და თქვენს თქვით, რომ ასე ვთქვათ, იმ დასკვნის მიხედვით არის ორი პრობლემა, როგორც ჩანს კონსილიუმის დასკვნიდან. ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დეპრესია და საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას და მეორე, ამ დეპრესიის ფონზე ის არიღებს ცილოვან საკვებებს. პირველზე ამ კონსილიუმმაც განაცხადა და პენიტენციურმა სამსახურმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს უარს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე, ან ფსიქოლოგის თუ ფსიქიატრის მხარდაჭერაზე. გარემოში, იმ არგუმენტით, რომ იმ გარემოში სადაც სტრესი მიიღო, იქ არ უნდა მიიღება. ადამიანს ჭირდება ფსიქოლოგის დახმარება და ის უარს ამბობს ფსიქოლოგის დახმარებაზე და მეორე, ცილოვანი საკვების მიღებასთან დაკავშირებით ამ კონსილიუმმაც განაცხადა, რომ ის თავად ამბობს უარს ცილოვანი საკვების მიღებას. ანუ ის თავად საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ, უარს ამბობს იმ სამედიცინო სერვისის მიღებაზე, რომელიც იგივე დასკვნის მიხედვით მას ესაჭიროება. და მიზეზი არის ის, რომ იმ გარემოში, ციხის გარემოში ის თავს დეპრესიულად თუ სტრესულად ასე ვთქვათ, მიიჩნევს თუ ან იმყოფება. ხა რა არის იცით ხა რთულია, ხო, ახლა ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება. გასაგებია რომ ხა ციხეში რომ ადამიანს ექნება სტრესული გარემო, გასაგებია მას რომ არ უნდა ციხეში ჯდომა, ესეც გასაგებია, მაგრამ ჩაიდინა დანაშაულები, ამ დანაშაულებებს უნდა აგოს პასუხი. არ ჩაედინა დანაშაულები და ის არ მოხდებოდა ციხეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად კონტროლდება, იმიტომ რომ ნახეთ დღეს რა თქვა სახალხო დამცველმა, ანუ მკურნალობამ არა მარტო პრევენცია უნდა მოახდინოს დაავადების, არამედ განკურნებაც. ნახეთ რომ არათუ დასტაბილურდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რაც ნიშნავს რომ ჩატარებული მკურნალობა არ არის ეფექტიანი. თუ ასე გაგრძელდა და ჯანმრთელობის საჭიროებები დარჩა გაუთვალისწინებელი, ძალიან მაღალი ალბათობა რომ ეს გაუტოლდეს არაადამიანურ მოპყრობას და არაადამიანური მოპყრობის მუხლის დარღვევა დაადგინოს სასამართლომ. ამ საფრთხეზე საუბრობს სახალხო კონსილიუმის დასკვნითაც, ხომ? ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, იქ მართლა რთულად იყო ყველაფერი ჩამოყალიბება, მარტივად რო ვთქვათ და ასე ვთქვათ, ძირითადი საკითხი რო გამოვყოთ, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება ფსიქოლოგის თუ ფსიქიატრის დახმარება და ის უარს ამბობს ამ დახმარებას. ანუ აქ საკითხი რაშია, რომ ხდება თუ არა სათანადო სამედიცინო სერვისის მიწოდება. მიწოდება ხდება, მას შეეთავაზა და ითქვა კიდევ კონსილიუმის დასკვნაში, რომ ის არ იღებს ამ შეთავაზებას. ანუ მას ეძლევა შესაძლებლობა რომ გამოიყენოს ექიმი, არ იღებს, მას ეძლევა სხვანაირად რო ვთქვა და უფრო გასაგებად, მას სჭირდება პირობითად შეიძლება ადამიანს სჭირდებოდეს წამალი, მას ამ წამალს აწვდიან და ის ამ წამალს არ სვავს. აქ ეხა რა გამოსავალი შეიძლება იყოს გარდა იმისა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ასეთი განცხადებები წახალისდეს მისი მხრიდან უარის თქმა სამედიცინო სერვისის მიღებაზე, პირიქით ეს კონსილიუმიც, სახალხო დამცველიც, არასამთავრობო ორგანიზაციების ოჯახის და მისი პარტიას დაკავებული უნდა იყვნენ ხა მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებით, რომ მან მიიღოს და უარი არ თქვას იმ სამედიცინო სერვისზე, რომელიც აი რა ხდება, იმიტომ რომ უარესდება ფაქტია, რომ ექიმებიც ადასტურებენ. ნუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი? აი გამოსავალს ხედავენ მისი თანაგუნდელები და ასევე სახალხო დამცველიც უკვე უერთდება და ისეც ხედავს, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა. ანუ უყურეთ, ხო ხვდებით, რომ რამდენხელა დეზინფორმაციულ აბსურდში გვამყოფებს ჩვენ გარკვეული პარტია და ორგანიზაციები. აბსოლუტურ აბსურდში. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მას მიესაჯა სასჯელი, ის სასჯელს იხდის ციხეში, მას არ უნდა ციხეში ყოფნა, არ ეკომფორტულება, არ უნდა ადამიანს ციხეში ყოფნა. ამის გამო ამბობს, რომ მე აქ სტრესი მაქვს და ითხოვს გასვლას ციხიდან და ამის გამო უნდა გავიდეს ციხიდან. აი ეს არის უმარტივესად აღსწრილი ის აბსურდი, რომელშიც ჩვენ გვამყოფებენ ეხლა გარკვეული ორგანიზაციები თუ აი საინტერესო არის თვითონ საერთაშორისო პარტნიორებთან, როდესაც ხვდებით მათ თუ ისმის მათგან კითხვები, იმიტომ რომ დღეს თინა ბუკუჩავამ თქვა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა შეხვდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის თემა განიხილეს, სწორედ მან თქვა, რომ აი საერთაშორისო პარტნიორებიც აცნობიერებენ ამ რისკებს, იგივე ჯანმრთელობის გავარესებასთან დაკავშირებულ რისკებს. აი თქვენთან თუ ისმება კითხვები საერთაშორისო პარტნიორებისგან? რა თქმა უნდა, ყველა აკვირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ საქმე იმაშია, ხო, აი აბსურდიდან რომ გამოვიდეთ და რაღაც რეალობაში მოვუწყოთ, ხო? აბსურდი არის, ამ რისკს ჯანმრთელობისას ადამიანი თავის თავს უქმნის თვითონ. იმით რომ ის შეთავაზებულ სამედიცინო სერვისს არ იღებს და არ იღებს იმიტომ რომ ამბობს რომ ის დისკომფორტს ცნობს ციხეში ყოფნის გამო. მას არ სურს, ანუ მოგეთ ადამიანს არ სურს ციხეში ყოფნა. ეს ხვდებით რომ ყველა ადამიანი არავის არ სურს ციხეში ყოფნა, ხომ? მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი. თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მას შესაბამისი სასჯელის მოხდა უწევს. ასე არის ცხოვრება
აწყობილი კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონი არის. და ახლა ეს აბსურდის, ასე ვთქვათ, ორკესტრი გვეუბნება ჩვენ, რომ იცით რა, ამ კონკრეტულ ადამიანს, ვინაიდან არის გარკვეულ დისკომფორტში, ციხეში მოდი გამოვიყვანოთ იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი მას შეუმსუბუქო და ასე ხომ ვერ მოეწყობა ჩვენი ქვეყანა, ხომ? ყველაფერს თავი დავანებოთ. ასე მოპყრობა, მათ შორის ომბუდსმენის მხრიდან ერთი ადამიანის გამორჩევა. სხვა პატიმრებს როგორ ფიქრობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ აქვს, სხვა პატიმრებს რა მდგომარეობა აქვს, რა შესაძლებლობები არის მათ შორის სამედიცინო კუთხით. ამაზე რატო არ ესაუბი და ანგარიშებში ხდება მის ანგარიშებში. თუნდაც ის თქვა დაავადებები, რომელიც შეიძლება სხვა პატიმრებს ჰქონდეს, ამისი განკურნება სახში უფრო კარგი იქნებოდა და ოჯახურ პირობებში და ბუნებრივია რომ განსაკუთრებული ინტერესი სხვა X პატიმარი მისთვის გარკვეულ დაავადებების კურნალობა სახში ოჯახურ გარემოში სადაც ის იქნებოდა ემოციურად დამშვიდებული უფრო ადვილი იქნებოდა თუ ციხის გარემოში ყველა სხვა დანარჩენი პატიმრის შემთხვევაში და მაშინ რატო გამოვარჩევთ ერთ პატიმარს განსაკუთრებით და აქ რა თქმა უნდა უბრუნდებით კიდე მთავარს რომ ეს მთელი დეზინფორმაციული კამპანია რომელიც თავიდანვე დაიწყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით საერთოდ რატომ ჩამოვიდა საქართველოში რა იყო ამისი მიზეზი ეს ყველაფერი ხედავთ რომ მოზაიკასავით საბოლოო ჯამში ლაგდება აი ჩამოსვლა ახსენეთ და მაშინ ამაზე მინდა გკითხოთ დღეს ირაკლი ყობახიძემ თქვა რომ ეს ახალ სცენარზე ისაუბრა რომ გეგმა იყო რომ უნდა ჩამოსულიყო ხელისუფლება შეეცვალა შემდეგ რელოსთან და გახარიასთან ერთად მოსულიყო ხელისუფლების სათავეში და ომის მეორე ფრონტი გაეხსნა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა, იმიტომ რომ სულ აქვთ ოპოზიციას თქვენი მისამართით არამხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას პრეტენზია, რომ მუდმივად ხელისუფლება საუბრობს მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე, არეულობაზე, გარკვეულწილად თითქოს ხალხის დამაშინებელ ინსტრუმენტად იყენებს და ფაქტები და ინფორმაციას არ ეყრდნობა მსგავსი ბრალდებები თუ მსგავსი სცენარები. ირაკლი ყობახიძემ დღეს ხო რომ კონკრეტულ ინფორმაცია გქონდა ჩვენო და რას გულისხმობს კონკრეტულად? არის ინფორმაცია, არის საღი აზრი. ინფორმაციებსაც თავი დავანებოთ, არის საღი აზრი, რომელიც ჩვენ გვეუბნება რამდენიმე რამეს. პირველი ადამიანი, რომელსაც სასჯელი რომის წინააღმდეგაც არის სასჯელი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის გულისხმობს, რომელიც აღარ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ჩუმად შემოიპარა ამ ქვეყანაში არჩევნებამდე 2 დღით ადრე. რა მიზანი შეიძლება ქონოდა ამ ადამიანს? ჩვენ საღი აზრი ხომ გვეუბნება, რომ ამ არეულობა და გადატრიალების იდეა იყო სწორედ ამ ყველაფერში ჩადებული. ამას ხო საღი აზრიც გვეუბნება, ამას რაიმე მტკიცება ხარ უნდა ადამიანი საზღვარს უკანონოდ რო კვეთს და ჩუმად შემოდის, იმალება, ელოდება არჩევნების დღეს, რომ შემდეგ ამ არჩევნების დღეს რაღაცა მოაწყოს. ამას რამე დამატებითი ინფორმაცია ჭირდება გარდა იმისა, რაც ხელის გულზე დევს. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ამ დღეებში ხო მოვისმენთ ერთ-ერთი ამ შემთხვევაში უკრაინის მაღალჩინოსნის მხრიდან თუ მეორე ფრონტთან დაკავშირებით თუ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც აი ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გახსნიდა მეორე ფრონტს. ოქტომბერი იყო და ოქტომბერში ვინ იცოდა რომ ომი დაიწყებოდა უკრაინაში. არა, ეს ასე ვთქვათ ჯაჭვი, ასე ვთქვათ დროის სხვა საკითხია, მაგრამ გულისხმობ რა როლი შეეძლო ეთამაშა ზოგადად სააკაშვილს საქართველოში დესტაბილიზაციის კუთხით. და ამას გულისხმობ მე რომ ერთი რომ მისი ჩამოსვლა, ერთი რომ ის როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყო, მაშინაც იყო ადამიანი, რომელიც იქიდან მართავდა საკუთარი პარტიის მეშვეობით აქ მდგომარეობას იმ კუთხით, რომ არევას ცდილობდა ქვეყნის, იქ გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, რა მდგომარეობა იყო, ბოიკოტი, საბოტაჟი და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ ის პირდაპირ თავისი ფეხით ჩამოვიდა და ჩაერთო ამ სიტუაციაში, რომ აერია. ინფორმაციასაც ფლობს ქართული ოცნება, როდესაც ასეთ სცენარებზე საუბრობს, იმიტომ რომ თუ არის ინფორმაცია, იგივე ოპონენტებსაც უყურთ, რატომ არ ხდება სამართლებრივი რეაგირება და საგამოძიებო უწყებებისთვის მიმოწვა. სხვადასხვა სახის ინფორმაცია ხო არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება პირდაპირ რაღაც მტკიცებულება იყოს, არის ინფორმაციები, რომელიც ერთად დალაგების შემთხვევაში ლაგდება ის სურათი, რომელსაც საბოლოო ჯამში მტკიცდება, რომ ასე არის, ხომ? როდესაც მათ შორის საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის თქვათ შემოსვლა საქართველოში სხვა გზებით იგეგმებოდა, მაშინაც იყო თითქოს ესეთი განცხადებები, რომ ეს არ იყო რეალობა, საბოლოო ჯამში ნახეთ, მართალია ბევრს უჭირდა ამის დაჯერება და მეც პირადად ვერ დავიჯერე, მაგრამ ნახეთ, რომ მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, შემოიპარა საქართველოში და იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში აერია. ანუ ის რომ ეს ასე არის, ეს ხო საღი აზრის დონეზეც კი ასეა, ამას არ ჭირდება დამატებითი რაიმე განმარტება. ისევ გააქტიურდა მათ დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების თემა და როგორც ცნობილია, კონსულტაციებსაც აპირებენ ისინი დანარჩენ ოპოზიციასთან, მიუხედავად არაერთგვაროვანი რეაქციებისა. და არ გამორიცხავენ სხვათა შორის პარლამენტის ბოიკოტირებას ან საერთოდ კიდევ ერთხელ გასვლას. რამდენად ელოდება
იზრდება მართველი გუნდი, რომ შესაძლოა კიდევ ერთხელ ვიხილოთ ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი საპარლამენტო და რაც აი აქაც კიდევ ერთხელ რო შევხედოთ საერთო ჯამში სურათი როგორი არის. სურათი არის შემდეგი. ყველა კვლევა აჩვენებს. იქნება ის კვლევა, რომელსაც ერთი მხარე ენდობა, მეორე მხარე ენდობა, ვენდობით, არ ვენდობით, სურათი მაინც თითქმის ერთნაირია. ერთი, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგას, ეს ერთი. ამას ჩვენ ვატყობთ რეაქციებით საზოგადოებაში, ამას გვაჩვენებს კვლევები. მეორე, როდესაც უყურებთ პარტიულ რეიტინგებს, ხედავთ ხომ, თუ კი აი ამ ყველაფერს დავიჯერებთ, რაც არის ეს კვლევების შედეგები, აქ მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება გაკეთდეს, ერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. თუ კი ვინმეს ახლა შეიძლება აწყობდეს რიგარიში არჩევნები, ეს არის ქართული ოცნება. ვინაიდან ამ რიგარიში არჩევნებში ქართული ოცნება მოიპოვებდა უფრო მეტ უმრავლესობას, ვიდრე მას დღესდღეობით პარლამენტში აქვს. აი ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, ესეც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს რიგარიში არჩევნებზე საუბარი, როგორც აქამდე მათ სინამდვილეში არ სურდათ, ეს იყო მხოლოდ რიტორიკის ნაწილი, იმით რომ საკუთარი ამომრჩევლებისთვის რაღაცა შეეთავაზებინათ, ასე ვთქვათ, რაღაც კონცეფცია, თითქოს იბრძვიან რიგარიში არჩევნებისთვის, სინამდვილეში თავადაც იცოდნენ, რომ არანაირი შანსი რიგარიში არჩევნებზე არ ქონდა, თუ არა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ეხლა არ ქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩავთვალეთ, რომ ვითომ ეს იყო რიგარიში არჩევნები, მათ შორის რეფერენდუმათაც გამოაცხადეს. ხონახეს შედეგი არ ენდობიან შედეგებს. არის იცით ახლა ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა ქვას ვერ დაინახავს. ახლა ასე მიიჩნევებზე ხო არ არის, საერთოდ სიტყვაზე ხო არ არის. ჩვენ ვნახეთ ფაქტები, მით უმეტეს ახლა 22% ყველა საარჩევნო უბნისა ხელახლა გადაითვალეს. კამერებმა გადაიღოს ყველაფერი. კვლევები ახსენეთ, ბატონო შალვა და ინდიაის და IRA-ის ბოლო კვლევები არის და იგივე ინდიაის კვლევით თქვა წინა კვლევასთან შედარებით, როგორც თქვენი, ასევე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის მაჩვენებელი შემცირებულია. IRA-ის კვლევებით გამოქვეყნდა დღეს 31% აქვს ქართულ ოცნებას, მაგრამ ტენდენცია იკვეთება ზოგადად ის, რომ ბოლო სოციოლოგიურ გამოკითხვებში, რომ თქვა, იზრდება კვლევიდან კვლევამდე იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ელოდებიან პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას და ეს არ არის თქვენთვის დამაფიქრებელი? აი ზოგადად კიდევ ერთხელ ეს კვლევები რასაც აჩვენებს არის რომ ქართული ოცნება რამდენჯერმე უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციას ერთად აღებას. ორჯერ, სამჯერ უსწრებს ოპოზიციას სხვა პარტიებს, ასე ვთქვათ, მოწონების კუთხით და რეიტინგის კუთხით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი მანდატი ქართული ოცნების მიმართ არის ვალიდური და ქართული ოცნების ხელისუფლება სწორედ ქართული ხალხის მანდატით მოქმედებს დღემდე. რაც შეეხება სიახლეებს, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს კვლევების ნაწილიც არის, ხოლმე ხა სიახლეების მოლოდინი ყოველთვის არის. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში სიახლეების მოლოდინი მე მგონი ჩვენ აუმრჩევს უფრო ოპოზიციის მიმართ აუთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ასე ვთქვათ პარადიგმა, რომელიც ოპოზიციაში ჩამოყალიბდა, რომ გაიშლებიან, მაგრამ ნებისმიერ კრიტიკულ მომენტში ისევ ერთად შეიკრებიან ნაციონალური მოძრაობის გარშემო, სამწუხაროდ აი ამ შეკრული წრიდან ვერ გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიები, ან დიდი ნაწილი ამ ოპოზიციური პარტიებისა, ნებისმიერ მომენტში, ასე ვთქვათ, კრიტიკულ მომენტში ისინი კვლავ უკან ბრუნდებიან ნაციონალური მოძრაობის წიაღს და ამით საბოლოო ჯამში თავის თავს აზიანებენ. მხოლოდ ყველა კვლევა აჩვენებს ამას, რომ სწორედ ის ეგრეთ წოდებული პატარა პარტიები, რასაც ვეძახით ხოლმე, მათი რეიტინგი არის სწორედ ასე თითქმის ნულთან მიახლოებული, ცდომილების ზღვარში არის მათი რეიტინგი 2%, რაც შეიძლება ნულიც იყოს და აქედან გამომდინარე მთავარი ვინც დაზიანდა ამ მთლიან პროცესში აღმოჩნდა სწორედ ის პატარა პარტიები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იყენებს, იმისთვის რომ გააბევროს, ასე ვთქვათ, თითქოს და ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, ან ბევრი არის, ან რიცხობრივად და სინამდვილეში საბოლოო ჯამში აზიანებს ამ პატარა პარტიებს. თუმცა აი ამ IRA-ის კვლევა მაჩვენა ისიც, რომ გამოკითხულთა 76%-ის აზრით ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა ბოლო 1 წელიწადში. დიახ, პანდემია გქონდა, როგორც ცნობილია. მთელი პლანეტა ებრძვის პანდემიას, პანდემიის ნაწილი არის ეკონომიკური ზიანი, ყველა ქვეყანა მიიღო
ყველა ქვეყანაში იყო რეცესია, საქართველოში იყო, იცით, პანდემიის შედეგად -6%-იანი რეცესია და სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების მომენტიდან დაიწყო ეკონომიკური ზრდა, იმისთვის რომ მოხდა კონცენტრირება სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე და ჩვენ 2021 წელი 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც ნიშნავს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევა, როდესაც მთლიანად ეკონომიკური კუთხით, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად დაუბრუნდით პანდემიამდე მდგომარეობას. ეკონომიკური განვითარება მაინც ნაკლებად აისახება, თქვათ, ჯიბეზე, იმიტომ რომ არის ფასები გაზრდილი, ყველა სამხმარებლო ფასები. გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებელი პირდაპირ პროპორციულად აისახება მათ შორის ადამიანებს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს მათ შორის ადამიანების ინფლაცია. ის შეიძლება სხვადასხვანაირად შეეხოს სხვადასხვა ადამიანს. ეს არის რომ რამდენად სწორად არის, რამდენად თანაბრად არის შემდეგ ეს ზრდა გადანაწილებული ადამიანების. თავისთავად კიდევ ერთხელ ჩვენ სამწუხაროდ ეს ბოლო 2 წელი ობიექტურად გამოვიდა ისე რომ პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკური ზიანი მივიღეთ ჩვენ ისე როგორც ყველა და მეორე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ თავისთავად ისე რომ ჩვენ შეიძლება ამაში საერთოდ არც კი ვიყოთ ჩართული ეს რა თქმა უნდა ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ეკონომიკას მათ შორის ფასებთან დაკავშირებით ვინაიდან ბევრ ასე ვთქვათ ნედლეულთან დაკავშირებით იქნება თუ სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებით სწორედ რომ ექსპორტიორი ქვეყნები არიან ჩართული ამ ომში და აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა ფასებზეც იმოქმედებს. თქვენთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ კვლევაში ანუ პერსონალურ რეიტინგებზე ანუ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 27% შალვა პაპუაშვილის მიმართ უარყოფითად 39% და სხვათა შორის შემდეგ ესეთი გავრცელდა ფართოდ ესეთი კვლევის იმ ნაწილზე აპელირებდნენ რომ 14%-ს არსმენია პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ. აი თქვენი შეფასება როგორი არის უშუალოდ თქვენს პერსონალურ რეიტინგთან დაკავშირებით? შენიერი მაჩვენებელი არის გამომდინარე იქიდან სწორედ აჩვენებს ეს პოტენციალს რეიტინგთან დაკავშირებით, ხო? ამ კუთხით სხვა შორის სხვებთან შედარებით ჩემთან ყველაზე მეტი შესაძლებლობა არის რომ დადებითად განეწყოს ადამიანები, ასე რომ მე ამაში გასაკუთრებულს ვერ ხედავ, ახლა მე ახალი ვარ პოლიტიკაში, ერთ წელზე ცოტა მეტია რაც ვარ პოლიტიკაში და სულ რამდენიმე თვე არის რაც გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარე და გასაგებია რომ ამ კუთხით ჩემი ცნობადობა უფრო დაბალი იქნება ჩემ კოლეგებთან შედარებით, ამიტომ ეს არის ვფიქრობ ბუნებრივი მოვლენა. ეს პირიქით მე მაძლევს მახალისებს და მაძლევს ენერგიას იმისთვის რომ სწორედ ის ადამიანები რომლებიც არ მიცნობენ ან რომელსაც შეიძლება მან სხვა მეორე მონაცემიც არის რომ განწყობის კუთხით ჩამოყალიბებული არ არის არასდროს პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობა დაახლოებით ალბათ 25% არის ეს 25% ჯამში არიან ის ადამიანები რომლებიც მე შემიძლია რომლის კეთილგანწყობაც მე შემიძლია მოვიპოვო ასე რომ რა თქმა უნდა ამისთვის ვიშრომებ. იგივე კვლევაც აჩვენებს და ასევე ყველა საერთაშორისო პარტნიორის გზავნილი არის რომ მოსახლეობის უმეტესობას უნდა პოლარიზაციის შემცირება და კვლევაშიც იყო ერთი ნაწილი გამოტანილი რომ თქვათ სურთ პოლიტიკურ თემებზე კონსენსუსის მიღწევა, გაერთიანება და არა პოლარიზაციის ზრდა. ხელისუფლება რას აკეთებს აი ამ დაკვეთის შესასრულებლად? აი გუშინ ხავიერ კოლომინამაც თქვა რომ აი ძალიან დიდია პოლარიზაცია მანამდე ჯეიმს აპატურაიც იყო ყველას ანალოგიური გზავნილი აქვს და წყალში აი თქვენი რიტორიკა რამდენად უწყობს ხელს იმდენ რომ ომის პარტიად გამოცხადება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივების განხილვაზე უარის თქმა რამდენად უწყობს ხელს თქვათ ამ სირთულის დაწლევას? პოლარიზაციის შესამცირებლად არის ორი რამ საჭირო. ერთი ეს არის კონცენტრირება საქმეზე და ჩვენ ამას ვთავაზობთ პარლამენტის მეშვეობით და სწორედ ეს იყო, როდესაც მოუწოდებით ჩვენ ოპოზიციას რომ საბოტაჟი შეეწყვიტათ და შემოსულიყო პარლამენტში. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც საქმით უნდა მოხდეს საკუთარი დღის წესრიგის, ასე ვთქვათ, წინ წამოწევა, ყველა პარტიას აქვს თავისი იდეები, თავისი დღის წესრიგი, პარლამენტია ეს ადგილი, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ საქმეს კომიტეტებში, კანონ პროექტებზე, მათ შორის ასოცირებაზე და ევროკავშირზე საუბრობთ და აქაც საუბრობთ, თითქოს ეს იყო ზეწოლის შედეგი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში წევრობაზე იმ ქართული ოცნების, რომელიც ერთადერთი პარტია იყო 2020 წელს აი ამ არჩევნებში, რომელმაც საკუთარ პროგრამაში ჩაწერა, ჩვენ ვაპირებთ ამ განაცხადის.
ერთადერთი პარტია ვიყავით ჩვენ, რომელსაც თქვით, რომ 2024 წელს გავაკეთებთ ამ განაცხადს, სხვები ამას ირონიით ეკიდებოდნენ, რომ რა განაცხადია საუბარი. ინიციატივის განხილვაზე უარს ამბობთ, იგივე ლელოს ინიციატივებზე, და როგორ წარმოგიდგენთ მაშინ ერთობლივი საპარლამენტო მუშაობა. აი, ვთქვათ მაგალითად მოვიყვანოთ სწორედ ევროკავშირთან დაახლოება, რომ ბევრი კანონი გვაქვს მისაღები იმისთვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს და აქ თავაზობთ, აქ მონაწილეობა არის ძალიან დაბალი ოპოზიციის მხრიდან, კენჭისყაშიც კი არ იღებენ ხოლმე მონაწილეობას, იმისთვის რომ ხარი დაუჭირონ ამა თუ იმ კანონს. ეს ერთი, ჩვენ თავაზობთ საქმეს. და მეორე, ანუ საქმეში უნდა ჩაერთონ ერთი და მეორე არის რაღაცა, რადგან უნდა უარი თქვან, იმიტომ ამაზე უარს თუ არ იტყვიან, აქ რთული იქნება. უარი უნდა თქვან პარლამენტის არაღიარებაზე და ეს არის სწორედ ეს რიგარეში არჩევნები და ასე ვთქვათ, უნდა აღიარონ დემოკრატია და ხალხის არჩევანი და უნდა დაივიწყონ ეს ნარატივი, რომელიც მათ აქვს დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან და პირადად ისინი თავის თავს ზღუდავენ ამ ყველაფრით, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, ყლავად ჩაკეტილი არიან, შემოვიდნენ და ეს ხომ ნიშნავს, რომ თავისთავად, მაგრამ კი ბატონო, ეს თავისთავად უკვე არის ნაბიჯი, ასევე ჩაკეტილი არიან თავის ნარატივში, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იმყოფება რუსული პროექტი და ხედავთ, რომ დღემდე წამლავენ თავის თავსაც, საკუთარ ამორჩეველსაც წამლავენ უბრალოდ აი ამ შხამით, რომ თითქოს ქართველმა ამორჩეველმა ხელისუფლებაში მოიყვანა რუსული პროექტი. აი ამით ცხოვრობენ ხო ბოლო 9 თუ 10 წელი არის, ეს არის მათი საკვები, რომელსაც ისინი თავაზობენ თავის მხარდამჭერებს, რომელთაც წამლავენ საბოლოო ჯამში. აი ეს რაც არის, ასე ვთქვათ, ზიზღი, ნეგატივი, რასაც ჩვენ ხედავთ სოციალურ ქსელში, აი იმ დონეზე მიყავთ საკუთარი მხარდამჭერები, ისინი ზიზღით განაწყობენ ამ თავის მხარდამჭერებს ხელისუფლების მიმართ და საბოლოო ჯამში ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, როდესაც თავადვე იკეტავენ გზას ყველანაირ თანამშრომლობისთვის. დღეს ხათაშორის ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ თქვა, რომ რა ინტერპელაციაზე საუბრობს ის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებაში არის რუსული პროექტი. ისინი ხა მოლოტოვის კოქტეილებს უნდა ამზადებდნენ და ასე ხდებოდნენ. ანუ აქაც მათი სიყალბე ჩანს, ხო? ან მართლა ეს წამთ ეს ჯერათ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რაღაც რუსული პროექტი და კიდევ აი ამ აბსურდში ცხოვრობენ და მაშინ რა ან პარლამენტში რა უნდათ, ან არ ვიცი სხვა რა კონსტრუქციულ ურთიერთობაზე შეიძლება საუბარი იყოს, ან თუ პარლამენტში არიან, თუ ისინი აღიარებენ დემოკრატიას, მაშინ უნდა შეეშვან ამ ნარატივს, ვინაიდან უპირველეს ყოვლისა თავის თავს უკეტავენ ყველანაირ შესაძლებლობას თანამშრომლობისა და სწორედ ეს არის გამოსავალი კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, რადიკალური დღის წესრიგის დავიწყება და საქმეში ჩართვა. აი ამით მოხდება პოლარიზაციის შემცირება. სხვა რეცეპტი პოლარიზაციის შემცირების არ არსებობს. სადამ რადიკალურ დღის წესრიგს არ დაივიწყებენ, სადამ საქმეზე არ გადავლენ პარლამენტში, პოლარიზაცია ამ კუთხით არ შემცირდება. უბრალოდ პოლარიზაცია სინამდვილეში ამ გაგებით, როგორც უნდა წარმოადგენენ, თითქოს არის ორი, ასე ვთქვათ, ძალა, რომელიც თანაბრად წელავს ამ პოლარიზაციის. აი ამაზე მინდოდა კითხვა, იცით რა, ოპონენტებსაც ხშირად ნაწილს გასჩენია სტეჭო, რომ თვითონ ხელისუფლების ინტერესში ამ მზარდი პოლარიზაციის შენარჩუნება იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულწილად დამაშინებელი ინსტრუმენტი ყავდეს ნაციონალური მოძრაობის სახით და თქვენი მუდმივი შეფასებები, რომ ყველა პრობლემის, ყველა სირთულის უკან ხედავთ, თქვა იგივე ნაციონალური მოძრაობის კვალს, გარკვეულწილად ეს შეფასებებიც მოჰყავთ მათ თავისი განცხადებების არგუმენტად. სინამდვილეში პირიქით ჩვენ პოლარიზაცია ხელს გვიშლის ყოველდღიური საქმიანობის სწორად წარმართვისთვის. იმისთვის რომ სწორედ რომ ეკონომიკას მიეხედოს ბოლომდე ინფრასტრუქტურული პროექტები, ნაცვლად იმისა რომ და უпроსტოდ სრულად კონცენტრირების ნაცვლად გვიწევს სწორედ აი პოლარიზაციის შედეგების აღმოფხვრა. პოლარიზაციის შედეგი არის ის რომ დეзинფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ ხელისუფლების წინააღმდეგ და ამაზე პასუხი გვიწევს, ანუ აბსურდებზე გვიწევს პასუხი და დროის ხარჯვა იმაზე, რაც უნდა დავხარჯოთ იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა წაიწიოს წინ. ამიტომ სინამდვილეში ეს არის ტყუილი. ქართული ოცნება არის, ასე ვთქვათ, დემოკრატიის მხარეს, პარლამენტი, რომელმაც უნდა იმუშაოს, მთავრობა, რომელმაც უნდა იმუშაოს და სწორედ ნაციონალური მოძრაობა არის, რომელიც რადიკალური დღის წესრიგის მეშვეობით ცდილობს, რომ გაწელოს ეს პოლარიზაციის გარკვეული, ასე ვთქვათ. მხოლოდ 2 წუთიღა დაგვრჩა და მინდა ევროკომისიის კითხვაზეც კითხოთ, რატომ გახდა საჭირო ევროკომისრისთვის მიმართვა ოპოზიციური პარტია იყო, თუ სწორად მახსოვს, მიმართვა ვარხეის მიმართეს, რომ გასაჯაროებულიყო და შემდეგ ნახეთ, რომ მართლაც გასაჯაროვდა ის 369 შეკითხვა, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. იმიტომ რომ ესეც არის სწორედ აი ამ აბსურდის და ისტერიის ნაყოფი, რომელშიც ქართულ პოლიტიკას ამყოფებს რადიკალური ოპოზიცია.
არც მოლდოვას, არც უკრაინას დღემდე კითხვარი არ გაუსაჯაროებია. ვინმე იქ ოპოზიციამ რამე მოიკითხა, რამე პრობლემა და სკანდალი შექმნა აქედან. არც ერთი ქვეყანა როგორც წესი ამ კითხვათა პასუხებს არ ასაჯაროებს. თუ კი ნახავთ თქვენ, არის 1-2 შემთხვევა, სადაც არის გასაჯაროებული ეს კითხვარი. სტანდარტი არის ეს არის კითხვარი, რომელსაც ხელისუფლების პასუხისმგებლობის არის, რომელსაც შეავსოს და წარუდგინოს ევროკავშირს. ჩვენთან სწორედ ეს ისტერია შეიქმნა დეзинფორმაციული თითქოს ეს იყო გარკვეული შეფასებითი ხასიათის კითხვარი, სადაც ხელისუფლება დადგებოდა, შეალამაზებდა სინამდვილეს, რაღაცებს ჩაწერდა ტყუილებს და აღწეროთ მდგომარეობა. ფაქტობრივ მდგომარეობას ხომ ნახეთ, გამოქვეყნდა ეს კითხვარი და რა? ზუსტად ერთ დღეში დამთავრდა მთელი ეს ისტერია, აღარავის აღარ აინტერესებს, არც ამ პარტიებისგან არის ინტერესი რაიმენაირად რომ ჩაგვთეთ და იქნებ ჩვენც ამაში მონაწილე ვიყოთ. არანაირი ინტერესი აღარ არსებობს ამ კითხვართან დაკავშირებით. ახლა გადაერთონ იმაზე რომ აი პასუხები რომ მე პასუხები აი განხილვაში თქვენ ხართ პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენად იქნება ჩართული შევსების პროცესში პარლამენტი, როგორც თქვენ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და როგორი არის მოლოდინი, რა სირთულებს ელოდებით, თქვათ უკვე ივნისში რაიმე გამოწვევებს ელოდებით თუ მოლოდინი არის რომ ევროკომისიისგან და შემდეგ ევროპული საბჭოსგან იქნება დადებითი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა თქვათ რომ გვაქვს ახლა უნიკალური შესაძლებლობა რომ რაღაც პროცედურები შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს ის რასაც ჭირდებოდა თვეები ევროკავშირმა რამდენიმე კვირაში მოუვა თავი და ეს კითხვარი ჩვენ გამოგვიგზავნა და ეს არის უნიკალური შემთხვევა და ჩვენ თავადაც მოგწა მოკლევა და ერთი თვე იმისთვის რომ შევავსოთ. ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და ვაცალოთ ხელისუფლებას სწორედ ეს ვალდებულება შეავსოს ეს კითხვარი, ნაცვლად ამ არასერიოზული უმწიფარი პოლიტიკური მიდგომისა, რომ ახლა თითქოს რაღაც კოლექტიური შევსება უნდა დაიწყოს ამ კითხვის ყველა. ხელისუფლება არის ამაზე პასუხისმგებელი და ამის შევსება როგორც მთავრობაზე ანგარიშვალდებული ორგანო რამდენად გეგმავს რომ თქვა იქნება მოусმინოს მთავრობას როგორ მიმდინარეობს შევსება და თქვა მისცეს პარლამენტში იქნება შესაძლებლობა რა თქმა უნდა პასუხებს უბრალოდ კითხვაზე უნდა იყოს ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ანუ არის ორი ნაწილი მივიღეთ კითხვისა პირველში გახლავს იყო 369 კითხვა მეორე ნაწილი არის 5 ჯერ დიდი ამაზე სადაც 2000-მდე კითხვა არის რა კითხვები შეიძლება იყოს და რა პასუხები როგორ ავსებთ კითხვებს კითხვა არის და იმას პასუხი გაეცემა ყველამ ნახა საბოლოო ჯამში ეს კითხვები და ნახეთ რომ არის სასამართლოს ამბობენ რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი იქნება გამოწვევა ამ კითხვარის შევსების არანაირი გამოწვევა არ არის. იქ არის მარტივი ფაქტებზე დაფუძნებული კითხვები, რომ მაგალითად როგორ ხდება, არ ვიცი, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის არჩევა. იქ უნდა აღწეროს საკანონმდებლო მდგომარეობა რა არის. ყოველგვარი შეფასებებისგან დაცლილი პასუხები არის საჭირო. იქ თუ არაკომპეტენტურად გასცემს ვინმე პასუხს და შეეშლება რაღაც. მოლოდინი უკვე გადაწყვეტილების, იმიტომ რომ როცა საერთოდ იგივე ევროკავშირსაც ქონდა კითხვები მოსამართლების არჩევის. ხო, რაც შეეხება შემდეგ ამიტომ აი რომ ელოდებით რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად ქართული ოცნებისთვის შემაფერხებელი ეტაპები არის შემდეგი. ჩვენ მივიღეთ კითხვარი, ეს კითხვარი შეესება, ეს არის ფაქტობრივი მდგომარეობის, საკანონმდებლო მდგომარეობის აღწერა. ამ აღწერას შემდეგ უგზავნით ევროკომისიას და სათანადო ვალდაში გაეგზავნება ყველა ეს შევსებული კითხვარი. შემდეგ ევროკომისია ამ ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე თავის მოსაზრებას უკვე შეფასებას აკეთებს, მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით უწევს თუ არა რეკომენდაციას კანდიდატობას და შემდეგ უკვე ევროკავშირის საბჭო იღებს კონსენსუსით და ეს არის მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც კითხვაზე რა თქმა უნდა დაფუძნებული არის, მაგრამ იქ სხვა ასპექტებიც არის. მოლოდინი როგორი გაქვს? ჩვენ მოლოდინი არის ის რომ ჩვენ ნახეთ რომ რახან ევროკავშირმა გამოხატა ეს სურვილი დააჩქარა თავად ეს ბიუროკრატიული პროცედურები და არის ხედავ ჩვენ განწყობებს, მათ შორის მეც აქ ელჩებსაც ხვდები, ბრიუსელში ვიზიტის დროსაც, რა თქმა უნდა, შეხვედრები მქონდა, გამარი პოზიტიური განწყობა, რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა კიდევ ერთხელ ეს არის 27 ქვეყანა, 27 ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც ერთ კონსენსუსად უნდა შეიკრას და ამ კუთხით მე იმედი მაქვს, რომ ეს კონსენსუსი მიღწეული იქნება. ამ ოპტიმიზმით დავასრულოთ გადაცემა, იმიტომ რომ დრო ამოიწურა ჩვენი. შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.